სახელითა მამისათა და ძისათა და ძმიდისა სულისათა. დიდი შაბათი, რომელიც განსაკუთრებული დღე არის თემი მართალთა გუნდი ჯოჯოხეთში ყოფი აბრაამის წიაღში ყოფნი ელოდებოდნენ განკაცებას მესიისა, რათა მათთვის ხარებულ ყოფილიყო გამოხსნის შესახებ, ცათა სასუფეველის დამკვიდრების შესახებ. დღევანდელ დღეს სწორედ ეს მოხდა. ჯვარცმის შემდეგ მაცხოვარის სულით შტავიდა ჯოჯოხეთად და ყველა მართალთა სულს მიხმადლა სანატრელი სიტყვები, გიხარობენ. დღევანდელი დღის შესახებ საუბრობს არქიმანდრიტი რაფაელი. ნისანის 12-ს პარასკევს იუდეის მღვდელმთავრების ბრალდებითა და რომის პროკურატურის განაჩენით ქრისტე ჯვარს აცვეს. ჯვარზე ვით მსოფლიო ტაძრის სამსხვერპლოზე მთელი კაცობრიობის გამოსასყიდად შეიწირა მსხვერპლი გოლგოთა ახალი აღთქმის ეკლესიის მთავარ წმინდათა წმინდად იქცა. მაცხოვრის გამოქვაბული საფლავი მის საკურთხეველად. მისი გვამის ქვის სარეცელი საღმრთო ტახტად. ქრისტე მოკვდა როგორც ადამიანი. მისი სული მამად მთავართა და წინასწარ მეტყველთა სულების მსგავსად ჯოჯოხეთში სიკვდილის სამეფოში ჩავიდა. მათ ვინც თავისი ამქვეყნიური სიცოცხლის მანძილზე მესიას ელოდა, მხსნელის საჭიროებას განიცდიდა, ქრისტეს ადამიანური სულის სახით ჯოჯოხეთშიც შეიცნეს თავიანთი მესია. იქ მყოფი სხვა სულები დედამიწაზე მცხოვრები ბევრი ადამიანის მსგავსად ქრისტეს ზოგი ინდიფერენტულობით, ზოგი კი სიძულვილით შეხვდა. ქრისტეს გვამი საფლავში ვით მიწის წიაღში განისვენებდა. პარასკევს საღამოს, შაბათს და მცირე ხნით მომდევნო ღამესაც იქ იმყოფებოდა. მაცხოვრის ორმა ფარულმა მოწაფემ, ნიკოდიმოსმა და იოსებ არიმათიელმა, სინედრიონის წევრებმა და იუდეველმა თავადებმა პილატეს ვით დიდი წყალობა ჯვარცმულის დასაფლავების უფლება გამოსთხოვეს. პილატე ხაზგასმული დიდსულოვნებით თითქოს ხელმეორედ სიცოცხლეს ჩუქნისო დაეთანხმა მათ. ჩვეულებრივ სიკვდილ მისჯილის სხეული ჯვარზე რჩებოდა, მანამ ვიდრე არ გაიხსნებოდა. ზოგჯერ მათ გვამებს ქალაქგარეთ გაიტანდნენ ხოლმე და მხეცისა და ფრინველების საჯიჯგნად დააგდებდნენ. კეისრის მსჯავრი არა მარტო ცოცხლებს მკვდრებსაც სწვდებოდა. იოსებ არიმათიელმა და ნიკოდიმოსმა დიდ პარასკევს ქრისტეს მოწაფეებად გააცხადეს თავი. მათ იცოდნენ, როგორი ძალის წინააღმდეგ მიდიოდნენ, რომ მათ მოელოდათ დევნა და ალბათ სიკვდილიც, მაგრამ სიყვარული სიკვდილზე ძლიერია, როგორც ამბობს ქებათა ქებას წიგნი. ქრისტეს გვამი დადეს საფლავში, რომელიც იოსებმა თავისთვის და თავისი შთამომავლობისთვის მოამზადა. ამ საფლავის სანაცვლოდ კი ზეცა და მარადიული სიცოცხლე მიიღო. იოსებ არიმათიელი შემდგომში განდევნილ იქნა თავისი სამშობლოდან. მკვლელები მას პალესტინის ყველა კუთხეში უსაფრთხებოდნენ. მხოლოდ რომის იმპერიის
დასავლეთ რეგიონში ალბიონის ბრიტანეთის ნისლიან მთებში პოვა მან თავშესაფარი და განსასვენებელი. აქ მან იქადაგა სახარება და აქვე პოვა მეორე საფლავი, მაგრამ უკვე არა როგორც იუდეველმა თავადმა, არამედ მოციქულმა და ბრიტანეთის ზეციურმა მფარველმა. რაც შეეხება ნიკოდიმოსს, ის მწირად გადაიქცა თავის სამშობლოში. მათხოვრის სახით იგი დადიოდა ქალაქებსა და სოფლებში. მოწყალებას ითხოვდა და ქრისტეს სახარებას ქადაგებდა. ნიკოდიმოსი დაასაფლავეს სახელგანთქმულ გამალიელის პავლე მოციქულის მასწავლებელი, რომელიც პავლე მოციქულის მასწავლებელი იყო და რომელმაც შემდგომში ქრისტიანობა მიიღო და მის ვაჟთან აბიბოსთან ერთად. დიდ პარასკევს იოსებმა და ნიკოდიმოსმა მენელსაცხებლე დედებთან ერთად მელსაცხებელის დღეს ქრისტეს გვამს მიცვალებულის სამოსით შემოსეს და დადვეს გამოქვაბულ საფლავში, რომელიც მთელი მსოფლიოსა და ყველა დროის ქრისტიანთა უწმინდეს ადგილად გადაიქცა. გამოქვაბულის შესასვლელი უზარმაზარი ლოდით დაკოვეს. მას რამდენიმე კაცი დიდი გაჭირვებით თუ დაძრავდა ადგილიდან. ქრისტეს გვამთან უხილავად იდგნენ ანგელოზები, ვით მხედრები, მეფის ტახტთან. სინოდრიონის წევრებმა პილატეს ქრისტეს საფლავთან სამხედრო დაცვის დაყენების ნება გამოსთხოვეს. შესაძლოა შაბათ-საღამოს. მათ ეს იმით ახსნეს, რომ თითქოს მოწაფეების ეშინოდათ, რომ მისი სხეული არ მოეპარათ. სინამდვილეში სასწაულისა ეშინოდათ და თავიანთი კნინი ადამიანური ძალებით საღმრთო განგებისა და ყოვლის შემძლეობისათვის წინააღმდეგობის გაწევას ცდილობდნენ. პასექის ღამეს რომის მხედრობის დიდი ნაწილი იერუსალიმს იქმნა გადაყვანილი. პილატემ, რომელსაც არეულობისა და კიდევ უფრო სინედრიონის ინტრიგების ეშინოდა, ტაძრის მცველთა ნაწილი ქრისტეს საფლავის სადარაჯოდ განაწესა. რომის ჯარში რკინისებური დისციპლინა სუფევდა. მცირედი დანაშაულისათვისაც კი სასტიკად სჯიდნენ მეუღლებს. რომის სამართალმა შებრალება არ იცოდა. ტუსაღის გაქცევის ან სიკვდილ მისჯირის გვამის მოტაცებისათვის მცველს სიკვდილით დასჯა მოელოდა. ღამე რამდენიმე ნაწილად, რამდენიმე დაცვად იყო დაყოფილი. პასექის დღეს იუდეის მთელი არისტოკრატია და დიასპორის საკრებულოების წარმომადგენლები იერუსალიმში იკრიბებოდნენ. რომის პროკურატორი, 1000 მეთაურები და სხვა ქალაქების გარნიზონების ჯარისკაცები იერუსალიმს არ შორდებოდნენ რით სამხედრო ბანაკს. მზვერავები ბრბოს შეერეოდნენ და ყველას ფხიზლად ადევნებდნენ თვალყურს, რომ რაიმე შეთქმულება არ მოწყობილიყო რომის ხელისუფლების წინააღმდეგ. ყოველ წუთს შეიძლებოდა შეემოწმებინათ უფლის საფლავთან განწესებული დაცვა, წესრიგის დამცველ რომაელ ოფიცრებს ან მღვდელმთავრების დასის წევრებს. პოსტის დატოვება კი არა, პოსტზე ჩათვლემაც კი თვითმკვლელობის ტოლფასი იყო რომაელი ჯარისკაცისათვის. შუაღამე რომ გადავიდა, ქრისტე აღსდგა, მოხდა სასწაული, რომელსაც კაცობრიობას აუწყებდნენ წინასწარ მეტყველნი, რასაც თვითონ ქრისტე იგავით ამცნობდა თავის მოწაფეებს. აღდგომის მოწმენი გახდნენ რომაელი ჯარისკაცები, ძველი აღთქმის რელიგიისაგან შორს მდგომი ადამიანები, რომლებიც სრულებით არ მოელოდნენ სასწაულს გამოქვაბულთან. ზეციურმა შუქამა განაბრწყინვა საფლავი. ეს ნათელი უფრო კაშკაშა იყო ვიდრე ელვა ან ცეცხლის სვეტი. ებრაელებს რომ მიუძღოდა უდაბნოში.
ზარდაცემული მცველები მკვდრებივით დაეცნენ მიწაზე, მერე გონს რომ მოეგნენ, ქალაქში წავიდნენ, მღვდელმთავრების საძებნელად, რათა მათთვის სასწაულის შესახებ მოეთხროთ. მღვდელმთავრებმა რომ შეიტყვეს, რაც მოხდა, ადამიანთა გულებისა და ენების დაუფლების უნივერსალურ ხერხს ქრთამს მიმართეს. ისინი საიდუმლოდ გაურიგდნენ მცველებს, მათ უნდა ეთქვათ, რომ ქრისტეს გვამი მისმა მოწაფეებმა მოიპარეს. განვლილი დღესასწაულის აღსანიშნავად მღვდელმთავრებმა საჩუქრები მიართვეს პილატეს და ჩვეულებრივზე მეტი თანხა მისცეს. მეომრების შეწყალებას თხოვეს. ოქროსაგან გაკეთებული ისარი იოლად ხვდება მიზანში. ეს იცოდნენ მხედრებმა, ამიტომ მათ მიიღეს მღვდელმთავრების პირობა, მიიღეს ჯილდო და თავიანთ სახლებში წავიდნენ. ისე კი მხედრების მდგომარეობა ნამდვილად არ იყო იოლი. მათ ქრისტეს აღდგომა რომ გამოეცხადებინათ, პილატეს ჩააგდებდნენ იმ საჯულის მდგომარეობაში, რომელმაც ღმერთს სიკვდილი მიუსაჯა. ეს კი მათ სიკვდილითა და პროკურატორის მხრიდან სასტიკი შურისძიებით ემუქრებოდა. პროკურატორი ხომ პატარა კეისარი იყო თავის ოლქში. პილატე მიიღო საჩუქარი, მღვდელმთავრების თხოვნაც შეასრულა, მაგრამ მიხვდა კი რომ აქ რაღაც იმალებოდა. უმაღლესი იერარქები შუამდგომლობდნენ რომელ ჯარისკაცებს ნაცვლად იმისა, რომ მათი გასამართლება მოითხოვონ. მხედრებს დაკითხვაზეც არ იბარებენ, ყველაფერი შეთქმულების დუმილში იძირება. პილატე გრძნობდა მღვდელმთავრებმა მასზე მახე დააგეს და პილატე გააბეს მასში, გააბრიყვეს და ჩაითრიეს დანაშაულში. ვინმე ზებუნებრივი არსების წინააღმდეგ, რომელსაც წარმართი პილატე ან რომულუსის მსგავს პალესტინელ ღვთაებად, ან ჰერაკლეს მსგავს გმირად მიიჩნევდა. თავისი მმართველობის შემდგომ წლებში პილატემ იმდენი სისასტიკე მოიმოქმედა, გეგონებოდა სინედრიონს უსწორდება დამარცხებისთვისო. იუდეველი ისტორიკოსის იოსებ ფლავიუსის მოწმობით, პილატესა და სხვა პროკურატორთა უსამართლობა შემდგომში იუდეის რომის წინააღმდეგ აჯანყების ერთ-ერთი მიზეზთაგანი გახდა. ქრისტეს ჯვარცმიდან რამდენიმე წლის შემდეგ პილატე იმპერატორმა ტიბერიუსმა გადაასახლა სასაზღვრო ქალაქ ვიენაში, თანამედროვე ავსტრიის ტერიტორიას. აქ მან თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე, ხრამში გადახდა. პილატეს ცოლმა, რომელიც ჯვარცმამდე ქრისტეს შუამდგომლობდა თავის ქმართან, შემდგომში ქრისტიანობა მიიღო. იერარქები ანანი და კაიაფა ხალხმა დახოცა ერთ-ერთი ბუნტის დროს, როცა ისინი აღელვებული ბრბოს დამშვიდებას ცდილობდნენ. ხოლო თუ რა მოხდა შემდეგ იერუსალიმში, ეს თქვენ უკვე გსმენიათ, იცით ამის შესახებ, რომ 67 წელს ტიტუს იმპერატორი შეიჭრა რა იერუსალიმში, საშინლად ააოხრა და უდიდესი სისასტიკე გამოიჩინა იქაური მცხოვრებთა მიმართ. თითქოს და ეს იყო თავისებური სასჯელი ქრისტეს ჯვარცმის გამო. როგორც გადმოცემა გვამცნობს, 70,000-მდე მაცხოვრებელი იერუსალიმისა ამ დროს დახოცა ტიტუს კეისარმა. ასე აღესრულა სასჯელი მათთვის, ვინც ქრისტე ჯვარს აცვა, ან თანაუგრძნო ამ უდიდეს დანაშაულს ღმერთ კაცის კვლელობას. ხოლო დღევანდელი დღე, შაბათი, ჯერ როგორც აუნიშნეთ, ეხარა ჯოჯოხეთში მყოფ მართლებს, ხოლო შემდეგში უკვე მთელს კაცობრიობას და რომლის ბრწყინვალე სახეს ქრისტეს აღდგომის დღესასწაულს ჩვენ მოუთმენლად ველოდებით და რომელიც აღესრულება სულ მოკლე ხანში. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგუხმოთ.